ასეთი პრობლემა გვაქვს, ეს არის Airtemp Gibson Nordine, ეს არის ბრენდი, რომელიც არის ალბათ ეს ვიდეოების სერია იქნება მთელი ზამთრის მანძილზე ალბათ რომ აქ ასეთი რაღაც ხდება. ეს დიზაინი არის პრობლემური, coil-ი არის პრობლემური დიზაინი. თვითონ წარმოებლის პრობლემა არის აქ. აქ იყრება შხეფები, როცა ეს ყრის შხეფებს, როცა ბლოუერია ჩართული და კონდიციონერია ჩართული. შემდეგ ეს წვეთები გადმოდის აი აქ, ისხმება აქ, ჩამოდის ბორდზე, აზიანებს ბორდს. 100-დან 100-ვე შემთხვევა არის ასეთი. შემდეგ ეს დაზიანებული ბორდი, რა თქმა უნდა, ზამთარში აღარ ირთვება. ეხლა კიდე წყლით არის სავსე იქ. პირველი რაც არის გამოსაცვლელი იქნება კონტროლ ბორდი და ამის შემდეგ უკვე ნახავთ მოტორი მუშაობს თუ არა. ეს ბრენდი არის წარმოებლისგან დეფექტური, ვერაფერს ვერ იზამ, რაც არ უნდა კარგი ინსტოლერი იყო, მაინც იგივე დაემართება. აი ევაპორატორ coil-დან გადმოდის წვეთები, იმიტომ რომ ჰაერის დაბერვის დროს აი აქ იქნება შხეფები და ტურბულენტობა. არ გამოდის წესიერად დასაწრეთში. იქნება ტურბულენტობა. ეხლა შეიძლება ესეც გაჭედილი იყოს, ეს კიდე მეორე პრობლემა აქ. არ ვიცი, ამჯერად არ მგონია გაჭედილი იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში ტრეპი არაფერს ვერ შეარეს, ეს ყოველთვის იგივე პრობლემას ვაწყდებით აქ. მნიშვნელობა არ აქვს. აი ეს ბრენდი, Nortec არის მფლობელი აი ამათი ყველას.